თბილისში უპატრონო ცხოველებისთვის თავშესაფარი გაიხსნა. შინაურ და გარეულ ცხოველთა თავშესაფარი ისენი სამგორის რაიონში აშენდა. თავშესაფარში სპეციალისტები ქუჩიდან აყვანილ ცხოველებს სტერილიზაციას, ვაქცინაციას და სხვა საჭირო სამედიცინო დახმარებას უტარებენ. პროცედურები თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიებში მიმდინარეობს. საჭიროების შემთხვევაში ოპერაციაც კეთდება. თავშესაფარი 300-ზე მეტ ცხოველს იტევს. უახლოეს მომავალში გეგმება ვებგვერდის ამუშავებაც, სადაც თავშესაფარში მცხოვრები ცხოველების ფოტოები და მათზე არსებული ინფორმაცია განთავსდება. ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს კი შესაძლებლობა ექნება ცხოველი უსასყიდლოდ წაიყვანოს და მასზე იზრუნოს. ამჟამად თავშესაფარში 50-ზე მეტი ცხოველი მკურნალობს. ახალ გახსნილი დაწესებულება თბილისის მერმა დაათვალიერა. ეს პირველი მცდელობაა მთლიან საქართველოში, რომ ერთხელაც სამუდამოდ ჩვენ ნელ-ნელა გადავიდეთ ცხოველთა მიმართ ჰუმანურ მოპყრობაზე. ჩვენ უნდა დავიცვათ ჯანსაღი ბალანსი და სხვა შორის ამ თვალსაზრისით მარტო მერია მუნიციპალიტეტი და ესეთი თავშესაფარი არ არის საკმარისი. ეს არის თვითონ საზოგადოების ჩართულობა და მოთხოვნილება, იმიტომ რომ ერთის მხრივ ხშირია κρიტიკა არახუმანურ მოპყრობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდია საზოგადოების მოთხოვნა თითქმის ყველა უბანში თბილისში, რომ ეს უპატრონო ძაღლები მოგვაშორეთ, ქუჩაში ვერ გამოვდივართ და ეს პრობლემები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. შემოყვანილ ცხოველებს პირველ რიგში უტარდება ლაბორატორიული გამოკვლევა, ხდება ასევე ვიზუალური დათვალიერება. ამის შემდეგ კეთდება გასაკეთებელი ცხოველი, რომელსაც ეკუთვნის სტერილიზაცია, ხდება სტერილიზაციის გაკეთება, ჩიპის ჩადგმა, ვაქცინაცია ტარდება, უკეთდება ნომერი და ბრუნდება ბუნებრივ არეალში.